მოგესალმებით, მეგობრებო, ეს არის ჩვენი მინი პროექტი ჯუმანჯი მაფია საქართველოს გარშემო. ბაკურიანესა და წაღვერის მერე, ახლა ჩვენი მასპინძელია სასტუმრო სურამის ტყე, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ამ საოცარ ადგილს, ამ საოცარ გარემოს. უბრალოდ სამოთხეა ჩემი აზრით, ძალიან ესეთი ლამაზი გარემოა, თბილი და საყვარელი გარემოა ჩემი აზრით. ყველა დეტალი აქ რაც არის სიყვარულით შექმნილი და თქვენს თუ მოხვათ და ესტუმრებით, თქვენი თვალით ნახავთ ამ ყველაფერს და რა მინდა რომ გითხრათ. თუ გინდათ რომ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ, არის რამოდენიმე ძალიან მარტივი რაღაც. პირველი არის რომ დაგვაფოლოვოთ, დაგვალაიქოთ და მოხვიდეთ ჩვენთან რუსთავში მეგობრობის 9 ნომერში, პოსტის მეორე სართულზე, გვეთამაშოთ მაფია. ახლავე მოვალ, აი ვეთყვი და მოვალ ახლავე რა. Facebook-ზე უნდა დაგვაფოლოვოთ ჯუმანჯი მაფია, მოგწეროთ მესენჯერში და ჩვენ დაგამატებთ ჩვენ WhatsApp ჩატში. სადაც იწერება ინფორმაცია რა. ეხლა კი გააგრძელთ ყურება და მანამდე subscribe-ი, ზარეზღილაკი და დაგვილაიქეთ. გაგვიცნოთ და უბრალოდ მიიღებთ ამ შესაძლებლობას, რომ იაროთ ჩვენთან ერთად და იმოგზაუროთ საქართველოს გარშემო ჯუმანჯი მაფიასთან ერთად. ეხლა კი მოდი დავაღამოთ მეგობრებო და ვითამაშოთ ჩვენ ჯუმანჯი მაფია, რა სიტყვით. ღამე მეგობრებო. იღვიძებს ნომერი 1 და ეცნობა თავის კარტს. იღვიძებს ნომერი 2 და ეცნობა თავის კარტს. იღვიძებს ნომერი 3 და ეცნობა თავის კარტს. ნომერი 4 და ეცნობა თავის კარტს. ნომერი 5 და ეცნობა თავის კარტს. ნომერი 6 და ეცნობა თავის კარტს. ნომერი 7 და ეცნობა თავის კარტს. ნომერი 8 და ეცნობა თავის კარტს. ნომერი 9 და ეცნობა თავის კარტს. ნომერი 10 და ეცნობა თავის კარტს. და ბოლოს, ნომერი 11 ეცნობა თავის კარტს. როლები განაწილებულია, თავები დაბლა. იღვიძებს მაფია და ეცნობიან ერთმანეთს. ვემშვიდობები მაფიას. დონი გამეცნობს. იღვიძებს დეტექტივი და გადახედავს ქალაქს. ვემშვიდობები დეტექტივს. იღვიძებს სერიული და მეცნობა. და ბოლოს ექიმი. და დღე მეგობრებო. მოგესალმებით. უკვე თამაში. ნულოვან წრეს გაგვიხსნის ნომერი 1. ისმენთ? მოგესალმებით, პატიოსანი მოქალაქე. ვინც არიცით გიგა. მე მინდა წარმატებები გისურვოთ ყველას. მე მინდა რომ ჩემი გახსნა მოგეწონოთ, იმიტომ რომ მე მინდა ვისაუბრო იმ ადგილზე, სადაც დღეს აქ ჩვენ ვიმყოფებით. გარდა იმისა, რომ გუშინ იყო ჩემი დაბადების დღე, ჩემს მეგობრებთან ერთად აღვნიშნე ამის საშუალება მომცა ზუსტად ამ სასტუმრომ და ზუსტად თქვენ ამ ადამიანებმა, ვინც ჩემთან ერთად ხართ. ძალიან კარგად გილასვართ. დიდ მადლობას გადავუხდი ამიტომ სასტუმროს სურამის ტყეს. დიდ მადლობას მოგიხდით ასევე თქვენ იმისთვის, რომ მათი მასპინძლობა სწორად მივიღეთ. კარგად ვიქცევით, კარგი ხალხი ვართ და ერთი წამყვანს იმას დავუმატებდი რა, რომ აი რომ მოვლენ ჩვენთან და რომ ითამაშებინ და გვიმეგობრდნენ, მე კაი ტიპები ვართ, ჯიგარი ხალხი ვართ და ივლიანკას ვასე კაი ადგილებში ჩვენთან ერთად რა. ყველას ყიდულებთ უკლებლებ. პას. ნამდვილად მართალია პირველი ნომერი, უნდა დაგვიმეგობრდეთ. ორ ნომერს უსმენთ? კარგი, მოგესალმებით, მე ვარ პატიოსანი მოქალაქე, წარმატებები ჩემს წითელ ქალაქს. პირველი ნომერი, 11 ნომერი რა ყავდათ გაღვიძებთ წითელი?
კარგი, მშვენიერი. მე ამ გახსნამ პირველი ნომრის ფერი არ დამანახა, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის კარგი გახსნა ქონდა, დასაფასებელი გახსნა ქონდა, მადლობა მოიხადა, პოზიტიურად გახსნა. ჩემი აზრით, ემოციურ დონეზე უფრო დადებითისკენ მყავს, ამიტომ ამ ეტაპზე 2-1 ვითამაშებ, იქნება ნულოვანზე ჩემს გუნდში. აქეთ ყველას მოგისმენთ, დაგაკვირდებით და როგორც ყოველთვის შემდეგ შეგაფასებთ. ბას. ბას. უსმენთ ნომერ 3-ს? მოგესალმებით. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და მხოლოდ ჩემს წითელ გუნდს უსურვებ წარმატებას. სხვას არავის. რაც შეეხება ჩემამდე გამოსვლელებს, ორმა ნომერმა თქვა ისაც უნდა მეთქვა, ანუ ზუსტად პირველ ნომერს არ მოუწია ფერი, მაგრამ იმდენად პოზიტიური გახსნა იყო, რომ გუნდში ავიყვან ამ წრეზე რა, სულ შავი იყო. ამიტომ მეორე ნომერით ამყავს გუნდში, იმიტომ რომ თქვა ის, რაც უნდა მეთქვა ზუსტად და ვითამაშებ 1-2-3-ს ამ ეტაპზე. დანარჩენებს ჩემს გამოსვლელებს ყველას მოგისმენთ. დაგაკვირდებით და შემდეგ წრეზე შეგაფასებთ შეძლებს და გვარად. ბას. 4 ნომერი, გისმენთ? სალამით მეგობრებო, მე ვარ გიორგი ეგივე ვაქრი. 1-2-3-4 იქნება ჩემი გუნდი, მაქსიმუმ ერთი შავით, სადაც შეიძლება ის იყოს ნომერი 1. მაქსიმუმ ერთი შავი. 4-3 მგონია წითელი, 2 ჩავთვალე. შავ მოთამაშეთ, პოზიტიური მგონია. ერთის გახსნა ფერის მომცემი არ არის, მაგრამ 11 რატო ყავს წითელი? თუ პოულობ ხო 11 ნომერს. 2 მგონია წითელი, 3 მგონია წითელი, კი. ბიჭო, ერთის ფერზე ვიფიქრებ, შენს ფერზე ვიფიქრებ, მაგრამ მაინც თამაშობ გიგო. შენ ხო თქვი რომ 6 ყავს შავი. ზო რა გინდა მე გეთახმები 6 შავზე. 1-2-3-4 იქნება ჩემი გუნდი. მაქსიმუმ ერთი შავით, მაგრამ შეიძლება არ იყოს ის ერთიანი შავი, 3 მგონია წითელი, 2 მგონია წითელი. კარგ საინტერესო თამაში გისურვებ. და დაჟე სანსკრიშავ რა ისეთი წითელი მგონია. შენ არ გინდა რომ დაკრიშო? 3 წელი. მაშინ არ დაკრიშო. 2-1 დრო. 5 ნომერს უსმენთ? გამარჯობა. წარმატებებს გისურვებთ ყველას. მე ვარ გიორგი და იმედია სურამში სუფთა ჰაერზე ტვინი გამეხსნება და არ ვიფრენ და კარგად ვითამაშებ დღეს. რაც შეეხება ჩემს გუნდს, მე ავიყვან 1-2-5-ს. 60-ს ჩავტეხავ. 1 ნომერი მომეწონა. კარგი გახსნა იყო, ფერის მომცემი არ იყო, მაგრამ კარგი იყო და გუნდშია. 2 ნომერის ის მომეწონა ყველაზე მეტად რომ 1 ნომერს ეგრევე კითხა 11 ნომერი რა ყავს გაღვიძებითო, ესე იგი ეძებს და ჩემთვის ეგ მოქალაქის გადმოსახედია და მოქალაქე აკეთებს ეგეთ რაღაცას. მესამესი არ მომეწონა რატო არ ავიყვანე, იმიტომ რომ ერთი სურო შავი იყოსო, მაინც ავიყვან ამ წრეზეო და 4-იანი ახლა რომ აწითლებს, მე 4-იანიც არ მომეწონა, იმიტომ რომ 1-2-3-4 რო ითამაშე, შენ თუ არაფრად არ გაიხსნები, შენ ჩემთვის შავი იქნები. წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ, მაგითაც დაგაკვირდებით. ბას. ბას. უსმენთ ნომერ 6? მოგესალმებით, მე ვარ ლაშა, პატიოსანი მოქალაქე. ჩემი გუნდი იქნება ნულოვან წრეზე 1-2-5. 3-4 ჩავტეხავ. სადაც გონია რომ 4 უფრო 60%-ით არის შავი, ვიდრე 3 ნომერი და ეხა ხსნი რატო? პირველ ნომერი რა თქმა უნდა გახსნა კარგი იყო, უბრალოდ ავიყვან გუნდში ნულოვან წრეზე, 2 ნომერის ემოციები და საუბარი მომეწონა და 3 ნომერს რაც შეეხება, რა 3 ნომერმა წარმატებები უსურვა მხოლოდ პატიოსან მოქალაქეებს რა. მე ყველას გისურვებ წარმატებებს, მაგრამ მოგებას პატიოსან მოქალაქეებს რა, ესე ვიტყვი რა, იმიტომ რომ წარმატება ყველა ჭირდება. 4 ნომერს რაც შეეხება, 4 ნომერმა პირველ ნომერს უთხრა რომ 6 მეც შავი ყავსო. პირველ ნომერმა 6 შავი იმ დროს აჩვენა, როცა მე ვთქვი რომ 3 ნომერი შავი იყო, 3 ნომერი ლაპარაკობდა პირველ ნომერს და ეგონა რომ გუნდის გამოვეუბნება მაგას. მაგრამ წარმატებაზე რაც ვისაუბრე, მაგიტო უთხარი შავი. და ამიტომ 4 ნომერიც არ მოწონს, იმიტომ რომ არც უთქვია რაც 4 ნომერი მომწონა თავის შესაძლებლად. 1 დრო. უსმენთ ნომერ 7-ს? მოგესალმებით, მე ვარ ნაჭყევარ პატიოსანი მოქალაქე. უცებ ვკითხავ 6 ნომერს. 3-4-ში რო რამე ორივე შავს არ მოიაზრებ? არა, კარგი, მაშინ მე ესე გეტყვი რა. პირველი ნომერი ემოციურად მეც მომეწონა. შავკარად არ ჩავთვალე, თუმცა ესე ფერის მომცემი გახსნა ქონდა თქო ნამდვილად არ ქონდა, თუმცა ემოციურად მომეწონა. ასე რომ 1 ნომერი გუნდში რო ავიყვანო, მაგით არაფერი არ დაშავდება, 2 ნომერი წითელია ჩემთვის, 2-1 მომეწონა, ლაპარაკიც მომეწონა, 3 ნომრის 1-2-3 პოზიცია ადვილი იყო სათამაშოდ. აქედან გამომდინარე 3 ნომერი ცალკეულად არ მოწონს, არ მოწონს არც 4 ნომერი 1-2-3-4-ით. შესაბამისად 3-4-ს ისევე როგორც 6 ნომერმა 3-4-ს მეც
13-ს გადავაგდებ 5 ნომერი მოხდა ჩემი გუნდობა 1 2 5 6 3 4-ში 1-დან 2 შავამდე მოვიაზრებ, კიდე ერთ დავამატებ, რომ ვერსიები აუცილებლად ვითამაშოთ, იმიტომ რომ შესაბამისად არ წავაგოთ თამაში. 8 ნომერი გისმენთ? აი, პირველ ნომერი ნეიტრალური გახსნა, აი გახსნა, მაგრამ ფერს მომსწრე არის, ხო, ორი ნომერი იგივე და სამი ნომერის სერვისი დაპარაკი მომეწონა. ერთადერთი ის არ მომეწონა მოხდა ხოლში, რომ როგორ გაუმახვილე პირველ სულ შავი მაინც თამაშებო რა რაღაც ჩაუჭდა ის. არ ვაშავებ რა იყო, არ მომწოდა მოხდა ხოლში. 4 ნომერს არ მომეწონა ის, რომ 1 2 3 4 თამაშა და 3-ს ყრიშა. აი 3-ს ყრიშა და ერთი მოიადა მაქსიმუმ შავ. აი მაგლოგიკას აი ბერანაირად ვერ დავიჭირე რა, მან ლოგიკა მე. 5 ნომერი მომეწონა, 6 ნომერი არ მომეწონა, 6 ნომერი არ მომეწონა, იმიტომ რომ 3 ნომერს შეუტია იმაზე, რომ წარმატებები უსურა, მაგაზე ჩააჭირე შენ და მაგით ყავს 3 ნომერი შავი რა ვიცი. 7 ნომერი თავიდან მომწონდა, მაგრამ მე ისე ჩამოთვალა ფერები და ისე გადათვალა შავები და ისეთი რაღაც ახსენა ბოლოში და 7 ნომერი ჯერჯერობით არ მომწონს მე. ჩემ გუნდი იქნება 1 2 3 პას. უსმოთ ნომერს 9-ს. მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ნოდო და გისურვებთ ყველას წარმატებულ თამაშს. პირველი და ორი ნომერი ჩემთვის ნეიტრალურები იყვნენ. 3 ნომერი დაბნეულად საუბრობდა ჩემთვის. არ მომწონს მომაწვევი 3 ნომერი, არ მომწონს 4 ნომერი, რომელსაც პირველი ნომერი უფრო შავისკენ ყავს, ამიტომ არ მომწონს. 5 ნომერი იქნება ჩემი გუნდი, 6 ნომერი, 7 ნომერი და 9. 5 6 7 9 იქნება რომელზე ჩემი გუნდი. 8 ნომერი არ მომწონს. 8 ნომერი არ მომწონს, იმიტომ რომ ჩემ გუნდებს უტებს. ჩემ გუნდებს უტებს, ჩემთვის საერთოდ უმიზეზო. მადლობა მოსვლენისთვის, დავაკვირდები არის რა 11-ს მოусმენ. პას. პას. უსმენთ ნომერ 10-ს. მე 3-4-ში 3 უფრო შავი მოთამაშე მყავდა, გაგვიძებით ასე საუბრით ასე და რა 4 წითელია ოდო, მეც ისლით არ ჩამეთვლოდა. მე ქალაქმაცი საუბრა 3-4-ში შავი ზიისო და 3-4-ში მე 3 უფრო შავი მყავდა და სანამ 8-9 ისაუბრებდა, ჩავთვალე რომ 1-2-ში და 11 დათვლით შავი გამომდიოდა. იმიტომ რომ 7-მა პირველი 5 მომეწონა ყველაზე მეტად და 5 რომ მომეწონა და მე 7-მა ანიშნა პირდაპირ 5 წითელიაო. 1-2 წითელი გამოუვიდა, ცუდი გუნდი ვფიქრობდი რომ არ იყო. 8-9-ს საუბარ, მაგრამ 8-9-ში ორი შავი. მე ვითამაშებ ეს ერთ გუნდს 2 4 5 7 10. შენ მოგისმენ და წითლებმა წითელი დამიძახეს და შავებმაც და შენ ფიქრობ 11 წითელია ოდო. მე 11 დათვლით დაგმოდეთ ფოლის დრო 3 2 1 და დრო. მაგიდას დახურავს ნომერი 11 გისმენთ? კაი, 10 ნომერი არის შავი მოქალაქე. 10 ნომერმა გამოვიდა ჯერ და 11 დათვლებით შავი არ გამომდისო და ბოლოს ისაუბრო 11 შავი გამოვიდა. კი, ბოლოს ეგ არა თქვა, 11 შავი გამომდისო დათვლებითო. ერთმა ნომერმა რო ფოლია იყო, ზუსტად ეს უპასუხა. მანამდე ილაპარაკა, გამომდიოდა, მაგრამ აქ 8-9-შიო ისეთი საუბრები იყო, რომ შავი აღარ გამომდისო. 2 4 5 ვინ ითამაშე თქვენ? 7? 2 4 5 7. 2 4 5 7. კაი, მე ერთი ნომერი მგონია წითელი მოქალაქე, ორი ნომერის ერთ ნომერზე შეფასებით უფრო წითლად ჩავთვალე და 3 ნომრიდან 1 2 3-ის პოზიცია ამას შავიდანაც ძალიან კარგად ვიზავდი და წითლიდანაც. შესაბამისად მე ფერს ვერ მოგანიჭებთ. თუმცა 4 ნომრის თქვენ რა გუნდა ითამაშეთ? რაღაცა კატასტროფა ითამაშეთ, ესე მახსოვს რა ვიცი. ერთი შავით? ვინ იყო ეს შავი? ერთი? 4 ნომერით შავი მოქალაქე. 5 მგონია უფრო წითელი მოქალაქე და 6 7-ში 7 უფრო წითელი, 6 უფრო შავად ჩავთვალე. 8-9-ში 8-9 შენ შავი ხარ კაცო. რა. ღამე მეგობრებო. მაგიდას მოვშორდეთ. თავები დაბლა. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. დონი რჩება და მიდასტურებს მკვლელობას. მივიღე. დონი ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას.
მიიღო პასუხი? იღვიძებს სერიული. ნახოთ რა სიზავს. ხო, მოკლედ. ჩვენთან არის ერთი ესეთი წესი. შეცვლილი წესი გვაქვს, სადაც სერიულ მკვლელს აქვს თავის დახილვის უფლება. ანუ ერთი დახილვა, ორი მკვლელობა. უბრალოდ პირველ ღამეს არ იცვლის, მაგრამ თავის დახილვა შეუძლია. და კიდევ ერთი რამ. დაგვალაიქეთ, დაგვასაბსქრაიბეთ და ზარისღილაკი გააქტიურეთ. მადლობა. და ბოლოს ექიმი. დღე ქალაქში. სისხლიანი დღე გაუთენდა ქალაქს. სადაც ორი ნომერია მსხვერპლი, ისმენთ. ხო, რამე განსაკუთრებული არ დაგიკარგავთ არანაირი როლი არ მქონია ამ თამაშში, არც სერიული არ ყოფილვარ, რაც სამწუხაროა თქვენთვის. არ ყოფილვარ არც ექიმი, არც დეტექტივი. მაგაში ვერაფრით ვერ დაგეხმარებით მაგ მხრივ, თუმცა გეტყვით, ახლა ვინ არ ჩავთვალე მე ნულოვანზე შავად კი არ დაწითლად. მე არ ჩამთვლია ნულოვანზე 6 ნომერი წითლად, არ ჩამთვლია 8 ნომერი წითლად, 10-იც არ მომეწონა სხვათა შორის ნულოვან წრეზე, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ითამაშა. არ ვიცი, მე არ მაქვს არც არანაირი გადამოწმება, არც არაფერი შეიძლება ვცდები. 9-9-საც არ ქონდა წითელი საუბარი ნულოვან წრეზე, ნუ ყოველი შემთხვევისთვის 3 მეც წითლად ჩავთვალე, 1 მგონია რომ წითელი მოქალაქეა და 5-იც უფრო წითელია, 11-იც წითლისკენ ყავს. აი უფრო რაღაცა 6, 8, 9, 10-ში მგონია რომ რაღაც ხდება. 5 ჯამი? ხო, ეს არის ჩემი ნულოვანი წრის დაკვირვება. დრო. აი მშვიდობებს. დასახელების წრე იწყება, მეგობრებო. დასახელების წრეს გახსნის ნომერი 3, გისმენთ? აი, მე დავიწყებ 6 ნომრის დასახელებით. მე მგონია, რომ 6-დან 9-მდე უნდა ისდეს 2 შავი კარტი რა. 2 უარყოფითი კარტი მაინც. 6 არ მომწონს, იმიტომ ჯერ ერთი მეკიდები იმაზე, რომ წარმატება უსვარ მხოლოდ წითელ მოთამაშეებს რა. მე წითელი ვარ და მხოლოდ ჩემებს ვცვლ წარმატებას, რომ მოვიგოთ რა. და შენ ყოველას ვცვლ წარმატებას და წითელს მოგებას მე და წარმატება და მოგება აქ ერთი და რაღაცაა რა. თუ წარმატებული ხარ, იგებ ამ თამაშს. რა ვიცი, არ არის მასე. რავი, რატომაც არ არის, არ ვიცი. მე 7 ნომერი 1 ნომრის ბოლოდან თქვა იმ მომეწონა რომ რაღაცა არის ის 2 ნომერს და ამიტომ წითელი შეიძლება აღმოჩნდეს მართლაც. მაგრამ მე შეიძლება დონი არ არის და დონმა მაინც ესროლა მის სულს ეწინააღმდეგოთ 2 ნომერს, რას გაიგებ? 10 წამი? შინაშვიც არ უნდა, მაგრამ დონმა ესროლა რა. 8-9-ც არეულ დარეულია რა. მე მგონია რომ 6-დან 9-ის ჩათვლით 2 შავი უნდა იჭდეს. მესამე არ ვიცი. 4 ნომერი გისმენთ? ვაყენებ 6, ვაყენებ 9-ს, ვაყენებ 7-ს, ვაყენებ 8-ს. იმიტომ რომ ეხლა უყუროთ 11 ნომერი. 11 ნომერს ველაპარაკები რა. ყველამ 3-4 მაშინ ერთად ჩავები და 3-4-10 ყავთ ყველას შავი გუნდი, ხო ეგრეა? დათვლებში 11 ყავს წითელი. 11 ხო ყავს წითელი. 9 მილაპარაკა 6-7 6-7 5-6-7-9 არის ჩემი გუნდიო. შენი 3-4-10 ვარ ჩავები? არის ვაყენებ 1-ს, ვაყენებ 11-ს. 1-11 მგონია ერთად ჩავები რა. არა? არ ფიქრობ? 1 შავი? 1 გონია წითელი და 11 შავი? და 1 იცდება 11-ის პერში. კაი, 10 მოусვენ 10 მგონია წითელი. 3-ის მერე. 3 ყველაზე წითელი, 10 მერე, 10-იც წითელი. და 5 რა თქმა უნდა წითელი რა. იქით იმიტომ 5 ფერი ისე იმიტომ მოიტანეს რომ 1 დრო. 5 ნომერი გისმენთ? აი, 4 ისი არ ჩაივლის, 4 უეჭველი დასახელდება, ამიტომ მე დავასახელებ სხვას. მე რო არ მითხრათ 4 რატო არ დაასახელებ. არჩინ არ მოწოხარ სხვათა შორის. მიიღე 8, მიიღე 10. ეხა უყურე. აქედან რაც წამოვიდა, რაც ვილაპარაკე, 6-მა copy paste-ით გადაიღო. 7 ნომერმა 6-იანი ჩატეხა, ეგ მომეწონა მე და მაგიტო 7 არაფერს არ ვერჩი და შენ ჩატეხე რა 6-ს და 7-ს. მე 7 მომეწონა 6-იანი რო ჩატეხა.
შენ 7 არ უნდა ჩაგიტეხ 17 იდეალური გუნდი ითამაშა ჩემთვის მაგით არ მომეწონა შენ 10 ნომერი აქამდე უფრო შავი მეგონე მაგრამ ეხა ესეთ კომუნიკაციაში რომ შეხვედი 4-თან მე იმიტომ რომ მე 4 შავი მგონია ეხა ცოტა მარტო მაგით გამიქარწყლდა შენი ისინი და 9 ნომერი შენ 6 ნომერზე მეუბნებოდი რომ არ არის მაფიაო ხო არ გონია მაფია ხო რატო არ გონია რომ მითხრა შენ სიტუაციაში თუ დრო გექნება 3 ნომერი ძალიან 6 ნომერი გისმენთ? ვასახელებ 4 ნომერს, ვასახელებ 10 ნომერს. და ჯერ 5 ნომერი შენ გეტყვი და მე გადავალ ამაცი რა. Copy paste-ით საერთოდ არაფერი არ გადამიტანია, უბრალოდ გუნდში დავემთხვიეთ და 3 ნომერზე ჩემი მოსაზრება ვთქვი და 4 ნომერზე ვაფშე სხვა ვთქვი, შენგან განსხვავებით რა. 4 ნომერი რატო გონია შავი მოთამაშე? ასახელებს 6 ნომერს, მაგრამ არ იძახის რატო? არც ერთხელ არ გითქვამს რატო გონია 6 ნომერი შავი მოთამაშე. 10 ნომერსაც თავის სიტყვაში 6 ნომერი არ მოეწონა, მაგრამ არ უთქვამს რატო. განიშნე ხელით 6 ნომერი რატო არ მოგწონს მეთი? აი საერთო წუთზე რო კითხე რატო არ მიპასუხე საერთო წუთზე. რა 6 ნომერზე საუბარს არიდებ თავს რატომ და ძალიან არ მომწონს. 4-იც და 10-იც მგონია გუნდში. 3 შავი ვინ არის? არ 4-10-ში 1 ან 2 შავს მოვიაზრებ. მე-3-ზე ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვი, მე-3 არ ვიცი ჯერ. და 3 ნომერი საერთოდ წარმატებაზე, წარმატების გამოსვლავა 7 ნომერს უსმენ? კარგი, მიიღეთ 4 ნომრის დასახელება. მიიღეთ 8 ნომერი, მიიღეთ 10 ნომერი. მიიღეთ 3 ნომერი. ხა ნახე, მოდი ესე 7-ს გეტყვით ერთ ძალიან კარგ რაღაცას რა. 1 2 3 4-ით მე არ ჩავთვალე 4 ნომერი წითელი კარტად, შესაბამისად. 4 ნომერი გადამოწოდა და არის შავი კარტი. 4 ნომერი გადამოწოდა და არის შავი კარტი. მე დავასრულე ერთი წამით, მე დავასრულე საუბარი ესე, რომ თუ შეიძლება ვითამაშოთ ვერსიები მეთქი, გიგა. ვითამაშოთ ვერსიები მეთქი და თამაში არ წავაგოთ 3-3-ში თქო რა. არ ვიცი მე რამდენად დაინახეთ თქვენ, მაგრამ არა, შენ მეხნებით 11 ნომერი შენ მეხნებით ეტყვია. 10 ნომერიც არ მომწონდა 2-4-ის გუნდით. არა, 4 ნომერი გადამოწმებული შეგვიყვას, მე გავიყვან თუ გინდა 10, თუ გინდა 8, გადამოწმებას გავუკეთებ 10-ში, 8-ში და 3-ში. 9 ნომერი წითელი მიყავს, მე გეტყვი წითელი. მე გეტყვი წითელს ეხა. 1 5 6 9 წითელი. გაგივიდა თქვენს ფორეზე, თქვენს გაგივიდა დრო. 10 არის 40 შავი, იქნება მარტო 10. მე 4 გავიქცე. გაგივიდათ ფორის დრო. 8 ნომერს უსმენთ? ვასახელებ 2, ვასახელებ 6. 7 ნომერს მოხდა და ეკუთვნის გავცემ პასუხს. ზუსტად მაგით ვარ აყვანე გუნდში. აი ეს რო გააკეთე, ეგეთი ნაცი ადრესკენ შენეს და ბოლოში რაც გააკეთა მეთქი, მაგით არ მომეწონა მეთქი რა. ან დეტექტივი იყო, ან დეტექტივი იქნებოდა, მაგით არ აყვანე გუნდში. თორე მე ვთქვი, თავი ლაპარაკი მომეწონა მე. რაც შეეხება 4 ნომერს. 4 ნომერი შავი მგონია მეც. 4 ნომერი ნულოვანზე საიდან რავი 1 3 აქ და 3 გვიქრი შავს, 1 გვიქრი შავს 3, თუ 3 ნომერი იმენა რა ბეტო წითელი გავდა რითი ვერ გავიგე და 2 ნომერი რომ მოვდა 2 ნომერს ანძე 4 ნომერი იძახს რომ შავიანი. რავი. თავი მოვლა შავმა იდო პირველი მათე რა. 6 ნომერი შენ ისე ვინ უნდა გასაკეთო და წინა ნულოვანზე გითხარი. 3-ო აშაო შენ იმის გამო წარმატებული უსულაც მართავითებ ქალაქს რომელიც ჯონისგან მე ფასიტყვები არ გამიგია იმაზე თუ სულ ეგრე ლაპარაკი ინდოს მოგასიძებს ვასაკეთებ ეს ვასაკეთებ კოდს პას უსულაც სანაცვლად ფოლსავდებ 7-ისთვის 4 შავია 1-თვის 10 შავია და 4-თვის არის 10 წითელი ვინ დაგივიდა ფოლის დრო უსულაც ნომერს 7 მაიაპარაკ 10 შავიაო ვინ გადის ორმანგი შავი იქნება. აჰა. დაგივიდა მეორე ფოლეს და თქვენი დრო 5 ნომერი. 5 ნომერს მივართავ, მე არ ჩავთვალე 6 ნულოვანი თქვენი copy paste-ის რო დაგიკოპირა ნულოვანიც, ამიტომ ჩავამატე ჩემ გუნდში. 3 ნომერს მივართავ, თქვენ რო საუბრობთ, მიმართავ მარტო წითლება მინდა მომიგონო, მე რო თამაშობ და ვარ პატიოსენ მოქალაქე, მინდა რომ მოიგოს პატიოსნება, მაგრამ ასე ვუსურვებ წარმატებას ყველას. მაგიტომ შევუწევთ 6 ნომერს. თქვენ ჩაიქცენით დეტექტივობას? ხარ დეტექტივი ხო? გადამოწმებული ყავს 10 შავა. შენ გადამოწმებული ყავს 4 შავა. ორმაგი შავი 10-იანი არ გამოდის, იმიტომ რომ არის აქ რაცზე შავია, თქვენ გადამოწმებული ყავს 4 10-ში. თავისუფალი ხმის მიცემა ვინ ემხრობა შლიქს, ვინ ემხრობა თერმოს გადავწყვიტა მეგობრებო. ვასახელებ 4 ნომერს და 10 ნომერს. გამენელია. 5 წამდა 100. უსმენთ ნომერაც? ეხლა დავდებთ შავ 11-ში ან შავ 4-ში. და რატო დავდებთ? რა
რო 7 არის დედაკტივი და შემოყვანილი. შენ დანებებული 4 ყველამ გადაუარა 7-10 ხა დედა ჩავები მე რა უჭიათ ის ფერი აქ ორზე წითელი მეგორი რომ ითამაშე რა მაინტერესებს? კიდე რა მაინტერესებს? 11 საერთოდ 3 შავი ყავს ნაპოვნი, იმიტომ რომ 6 ორმაგი შავია 2 საათი მაგას მიხსნი. 6 ორმაგი შავია, მაგას მელაპარაკებდა და 6 ორმაგი შავია, მაგას ლაპარაკობდა. ორმაგი შავი რატოა ვინმე არის გახსნილი მეთქი, მე ვკითხე და პასუხი არ გაუცია მაგაზე. გუნდი ყავს ნაპოვნი, რა გინდა? 7 10 6. 11. ეხა გავა 4, მერე გავა 11 და დაგვემშვიდობებიან ეს. ის რა ქვია? 4 ეგეთ ჩავ 1 2 3 4 პროსტად შავიდან ეგრე რო გარისკავდა არ მე გამართლა არ. და ის რა ქვია? 10 თუ არის შავი მოთამაშე 7-ს არ გახსნს. თვითონ 10 გაიხსნება, იმიტომ რომ მუზებად ნალაპარაკებ 11 ნახდი შავი მოთამაშე დამჭა, იმიტომ რომ სხვანაირად 3 შავი დავთვალე. 1 დრო. უსმენთ ნომერ 11. წამოწოდა დანებდა მოქალაქე, ისეთი გუნდი აქვს ნათამაშები, შეერიფათ როგორ უნდა გაიხსნას. ჯერ ის გაიხსნა და მე გავიხსენე. შენ მანდ ვეღარ იხსნები, ვაყენებ 10 ნომრის კანდიდატურას. 7-მა ნომერმა თქვა, ჯერ 4 გავიდესო და მე 10 მომიყვესო. ასეთი რაღაცა ილაპარაკა. 10 გამოვიდა ორმაგი შავი? გამოვიდა ორმაგი შავი 10. სო რა მნიშვნელობა აქვს? შეკრიბეთ 10-ში ხელი, გინდა 4-ში შეკრიბეთ. სულ არ მაინტერესებს. ამის მერე შეიკრიბება თუ გინდა 10-ში. გავიგენ და გადავწესე გადამოწმება შემიცელი კიდევაც მაგიქს რა. კი ბატონო, აი გაიყოს, აი როგორ გავყოთ, აი მითხარი შერიფო მითხარი როგორ გავყოთ. 4 გაიყოს და ეხა იხსნება ნომერი 10, ეხა იხსნება ნომერი 10, თავისი კატასტროფული გუნდით, 4 გავიდეს მე რატომ ელაპარაკები, პროცესს ხარ შემოყვანილი შავად ბიჭო. და ეს მეკითხება, ვინ გონი 6-7-ში 2 შავი არ გამოდის ნაშა. 6-7-ში 1 შავი მყავდა. მე 0-ზე ვილაპარაკე რომ 7 უფრო წითელი მგონია მე. ეს იყო ჩემი შეცდომა, კი ბატონო. მაგრამ გაჩერდი რა, დამაცადე ეხა. 5 წამი ელაპარაკე. დეტექტივი მგონია მე ჩემთვის შენიცა. კი ბატონო. ორივეს დრო გავიდა თქვენი დროც. შეგახსენეთ დასახელებებს 6, 9, 8, 4, 10. წრეს დახურავს ნომერი 1. ისმენთ? იმის გამო რომ არავის შეგრცხვეთ თქვენი თამაშის, ძალიან მარტივი მოგება არის რომ გავყოთ 2 შავი, მერე გავყოთ 2 დეტექტივი და 2 შავი გავუშვათ. და რა პანიკური შეტევები გაქვთ? ვერ ვიგებ. ვასახელებ პირველ ნომერს, მე ვილაპარაკებ გაყოფას, ეხლაც ვიტყვი და შემდეგშიც გავიმეორებ. 11 თქვენ ჩადებთ თქვენს გადამოწმებულად ნომერში, ხელს არ მგონია რამე პრეტენზია გქონდეთ. 11 1 3 4. ძალიან მარტივია. 5. ჩავდებთ 10 ნომერში ხელს, 6 7 8 9 10 ჩავდებთ 4 ნომერში ხელს. დეტექტივი ვინ არის? მე ვფიქრობ, მაგრამ რატო გითხრათ და რატო აუტკივარი თავი ვერ ვიგებ? 2 შავს გავუშვებ, 2 დეტექტივს როცა გავუშვებ, მეც უეჭველი მეცოდნება. თქვენ მაგარი დეტექტივები ხართ, პირველივეზე გადამოწმეთ შავები, ეხლაც გაქვთ საშუალება რომ გადაამოწმოთ თითო შავი. რა პრეტენზიები გაქვთ? 10 წამი? არც ერთი არ იხსნება ექიმად. всё. პას. იწყება თავის მართლების წრე. 6 9 4 8 10 1. 6 ნომერს უსმენთ 30 წამით. ამჯერად უფრო ვიხრები 7 ნომრის დეტექტივებიდან და ეხლა ვიტყვი რატო 11 ნომერი 10 ნომერთან ერთად იძახის რომ 6 ნომერი არის ორმაგი შავი. ორმაგი შავი მე სხვანაირი რაღაც ვიცი რომ არის. ორმაგი შავი ვიცი რომ არის ორივე დეტექტივისგან გადამოწმებული შავი მოთამაშე. ან როგორია ორი დეტექტივის შავი მოთამაშეა. ეხლა რა თქმა უნდა გაყოფას მივყვებით, ორივე გავა, ორი დეტექტივიც გავა, ორი მაფია მოშორდება მარტივი. და დრო. 9 ნომერი? პას. 8 ნომერი? 4 ისაც ყველაზე შავ ადამიანებს რა. მე მეტად შუცავ. პას. 4 ნომერი? 4 თუ შავია, 4 ნომერი თუ შავია, ისა აგიხსნით რა. 11 შავი ყოველთვის ითამაშებს 4-ს და არ გადააგდებს 10 წითელს. აი 10 თუ წითელია, ხო? 7-ის 10 წითელია. 10-ას ითამაშებს და თავის 4-ასთან ერთად დაიმატებს გუნდში. რაც არ უნდა შავი ეძახოს, მაინც დაიმატებს, როგორ არა. ამიტომ გახდა შავი 10-იანი, შავი 7-იანი, მე შევსდი რავი 10 მეგონა წითელი. 11 დრო. 10 ნომერი გისმენთ? მე ყველა დათვლაში 11 შავი მოთამაშე მყავდა, იმიტომ რომ მე 3 მინუტში შავი ვერ დავითვალე. და გიგას უთხარი კიდეს 11 შავი მოთამაშე მრჩება ყველა ვარიანტში მეთქი. ხო. და 4-მა რომ მითხრა 1 შავი მოთამაშეო, მე უთხარი რომ 1 არ არის შავი, 1 წითელია მეთქი. თუ უსმენდი 4-მა რომ ანიშნე 1 შავია. და იმას რაც შეეხება 3-4-ში 3-ში ამოწმე რა არ მგონია ეს 3 წითელი. 8-9-ში 9-ს კაი გუნდი ყავს ნათამაშები. 5-6
7-9 აქ ნათამაშები 8 ყავს გადაგდებული. 1 არ არის ცხრა შავი. და 1 ნომერი. ისე 0 წელზე 11 თქვენც თქვით რომ 4 შავიაო. ანუ ასე რომ 7-ს როცა ეუბნებით რომ ვიღაცა ნომერი 10 ორმაგი შავია როცა არ გაქვს გადამოწმებული. რა აზრი აქვს მაგას კაცო ეხა 11 1 3 4 5 ჩავდებთ 10-ში 10 9 8 7 6 ჩავდებთ 4-ში. დავიმახსოვრეთ? კაი, ხელები არ აგერიოთ მერე. 5 წამი? 11-დან 5-ის ჩათვლით 10-ში, 6-დან 10-ის ჩათვლით 4-ში. დრო. ერთი შავი გავა. იწყება ხმის მიცემა 6 9 8 4 10 1 ამ თანმიმდევრობით ვაძლევთ ხმას. დაგვიანებულ ხელს არ მივიღებს, ვიმფიქროს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 6-მა 0 ხმა. ნომერმა 9 ნომერმა 8 ნომერმა 4-მა 1 2 3 4 5 ხმა. ნომერმა 10-მა 5 ხმა და ერთ ნომერზე გადავიდა 0 ხმა. ხმები გაიყო 4 10 30 წამი მოგეცემათ თავის მართლებისთვის 4 ნომერს უსმენთ. ვინ შეამოწმო? მე რა უნდა გითხრათ, ერთი ხო გონია წითელი. ერთმა გითხრას ვინ შეამოწმო? მე 8-9-ში შევამოწმებდი. 6 შეიძლება იყოს წითელი და დაფნა 5 უოჭველი წითელი, 5 უოჭველი წითელი. 500% არის წითელი, მაგრამ 5-ის გამო ყველამ გადაუარა ნომერ 4-ს და მანდ არ არის 5 შავი რა. 5 ვისაც გეტყვის ვინ შეამოწმო, ის შეამოწმო. პას. 10 ნომერი გისმენთ? ის 5-მა გაიღვიძა თუ არა მე მეუნებდა 4-10 კომუნიკაცია რო გავიგეო შენ მაგითო ხარ წითელი რომ 4 ნაღდი შავი არისო. ხო ეგრე ილაპარაკი. და 3 შეამოწმე 9 მგონია წითელი რა. 5 წითელი მგონია, იმიტომ რომ 4-ზე იმენა ეგრე მითხრა. 6 ეგეთი შავი არ არის, იმიტომ რომ 10 მეუნე 11 მეუნებდა ორმაგი შავი 6-ია. და 3 შეამოწმე რა. არ მგონია ეს 3 წითელი. 0-ზეც არ მეგონა 3 წითელი 3 4-ში 3 რო შავი მყავდა, იმიტომ რომ 4 შეიძლება წითელი იყოს მეთქი და იმიტომ თამაშობდი 2 4 5 მყავდა შენ წითელი მყავდა. დრო. იწყება ისევ ხმის მიცემა 4-სა და 10-ს შორის. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 4-მა? 5 ხმა და 5 ხმა გადავიდა ნომერ 10-ზე. ახლა კი შემოდის კითხვა. ვინ ფიქრობს რომ ორივე მოთამაშემ უნდა დატოვოს თამაში? ხმათა უმრავლესობა კი არა და ყველა და მოდი ანდერძისთვის თითო წუთს მოგცემთ. მოდი ახლა 10 ნომერს მიცემ ანდერძისთვის, რადგან სულ 4 ვაძლევდი. მინდოდა გიგაიც და რავი 0 წრეზე ან მევკვდები ან მინდა რა ეგეთ. დარაჩენს რაც შეეხება რა 3 შეამოწმე რა იტებში. 3 არ მგონია 9 მაქსიმუმ იყოს სერიულის კარტი, იმიტომ რომ 5 6 7 9 ძალიან მაგარი გუნდი. შავიდან მაგდენს ვერ ითამაშებს. გაიგე? და 8 ძალიან შავიც არ იყო და 3 შეამოწმე, 3 თუ წითელი არის. მე 3 ილაპარაკოს, კაც. რა უნდა? მაგრამ 9 მაქსიმუმი სერიული არ არის. და 5 ნაღდი წითელი იყოს. 1 5-ს გიტოვებ ორივე წითლად. ორივე წითლად გიტოვებ 1 5-ს, 9-ს მაქსიმუმის სერიულად გიტოვებ. და დანარჩენი რა ვიდიოდი შენ გადახედე რა. 10 წამი დაგჭერთ? 100-ს. 4 ნომერი, ერთად ხანი ის არა, 4 ნომერმაც ისაუბროს და მე ერთად გადით. 4 ნომერი გის. მე ხლა ვინახეთ 10 ნომრის დანებება რა. როგორ დანებდა 3 თუ წითელი ხდება, მე სად მიდის. ესე იგი 8 არის ორმაგი შავი. ხო, ამიტომ რომ ეს შავი მგონია, 8-9-ში შავი მგონია, ნაღდი შავი მგონია და 3 4 ერთად ჩავები. თუ არ მე ვითამაშებ 1 2 3 4-ს და ერთი შავი არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ერთის ფერი გაურკვეველი აქვს. ნებისმიერი კარტიდან შეეძლო. მე 1-11 მეგონა ერთად ჩავები და მე რა თქმა უნდა თქვა არაო. შეიძლება 7-1-10 იყოს ერთად ჩავების გუნდი და მაგრამ დაფრინავდა წითელი მოქალაქეები და ძალიან დაფრინავდებ და 1-7-10-ის გუნდი მარტივი ძალიან ადვილი არის. რთული დასანახია რა წითლების. 5 ტოვებ უოჭველ წითლად, 5 არ შემოწოდეს. 5 მეს წითელი მგონია. всё. პას. დავამშვიდობოთ ორივე მოთამაშეს. ღამე მეგობრებო. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს.
დონი რჩება და მიდასტურებს მკვლელობას. დონი რჩება და მიდასტურებს მკვლელობას. მივიღე. დონი ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. მიიღო პასუხი. იღვიძებს სერიული მკვლელი. და ნახოთ რას იზამს. მივიღე პასუხი და ბოლოს ექიმი მივიღე პასუხი და დღე ქალაქში. სისხლიანი დღე გვაქვს კვლავ. სადაც ამშვიდობთ ნომერ 1-ს. შეგერთოთ. 6-ია შემოწმებული წითელი. 6-ია შემოწმებული წითელი. იფრინე ხო, იფრინე. იფრინე. კაი. შავი გუნდი 6-7, 6 შემოწმებული წითელი 7-10. ვინ არის მესამე შავი ახლა გაიგე. ბიჭო, ამან წითელი მეძახა. ამან წითელი მეძახა. რა? რა იმას შემოწმულ შავად მისცა ბიჭო და მე გადავები რას მეკითხება არ ხარ კაი კარტი არ ხარ კაი კარტი შენ არ ხარ კაი კარტი ან შავი ხარ ან სევრეული ხარ შენ წითლიდან ესე არ თამაშობ კაი არ ვიცი 1-7-10 მგონია თუ სერიული არ არის რა თუ სერიული არის მაშინ 3-9-ში მგონია ის ერთი შავი რა არ მგონია თავი შავი რომ მიეცა 5 მეც წითელი მგონია 6-ია შემოწმებული წითელი არ წახვიდე 3 ნომერსაც ვემშვიდობებით ჩერდამცადა თამაში რა თუ 3-4 5-6 კაცი ხართ რა მაგრამ მაინც მარტო 7 უნდა მოხსნათ ჩემი აზრით 7 მოხსენით და 2 მეფე გასული იქნება რა ყველა ვარიანტში რა გაიგვირვა მეორე წელი რა მოხსნა? ღამე ვფიქრობდი რა. და ავაი ეს რო გააკეთა ნულოვან წერეზე და ვარიანტები ვითამაში თუ წინასწარ შეამძლენია და კი არ მომეწონა რა 7 ნომრის რა და შეიძლება ძალიან ვწდები. მაგრამ არ ვიცი რა. თან 8 გადაამოწმა. შავად ხო? პრინციპში 7-8-ში გაყოფაც შეიძლება რა, მაგრამ მარტო 7-ის მოხსნაც არა, ცუდი ვარ. მე ყდარი ვარ. და პირველი ნომერი თამბორია კაი კარტი. დაამშვიდობოთ 311-ს. დასახელების წრეს გახსნის ნომერი 5 გისმენთ. ხო, მიიღეთ 8 ნომერი, ჩემ ვერსიაში 8 ნომერი არის ბოლო მაფიოზი. და გეტყვით რატომაც 11 აგერ მაფია, 4 ნომერი მაფია, 8 ნომერი მაფია. ეხლა უყურე. 6 ნომერი. დაასახელეთ 6 ნომერს ახსნას რატომ გადის? რა გადის? ხო, რა თქმა უნდა. რატომ გადის? ჯიგრი ყაულმა. ვინ დახილე არ იტყვი? დეტექტივი დახილე? ეს დახილე ეხა? წიწინაზე? მე რო ეხა დავხილე? კაი რა. კაი, დაში. ხო, რა ნომერი გადის? 9 ნომერი ერთადერთი ვიშიც ვარ დარწმუნებული ჯერჯერობით, აი ამ დროს ვიწყებ ხოლმე არევას რა, მაგრამ ვიშიც ვარ დარწმუნებული რომ იმენა წითელია ხარ შენ. ანუ სერიულიც რო არეკარება რა. ეს დეტექტივია, გასულ ამაზე ეს რა შუაში ეს მოკვდება. ეს ამან 5-8 გავყავ ბიჭო. 1 დრო. 6 ნომერი გისმენთ? 5 ვაკი თუ გავყოთ მეთქი, მაგრამ მე რო გადავთვლი 6 კაცში მართლა ის არა.
8 ნომერი წეგან დავინახე მეც რომ გელაპარაკებოდა, მაგრამ არაფერი არ გითხარი, ვიცოდი რომ რაღაცად გაგიხსნა რა, გავიგე. არა. ანუ ეხა უყურე ბევრი რო ვიყოთ რა, 5 რვა რო გაიყოს და 7-იც გავიდეს, ხომ მორჩენილია თამაში. 7-8? არა, ეხა მგონია რომ 7 ნომერი მართლა აი ბოლომდე დეტექტივია. რატო? იმიტომ რომ ეხა 8 ნომერი რო გაიხსნა ექიმად, ხო გააგორებდა ღამე. და ერთი ის არ მომწონს რომ 8 ნომერი შეინძახი 0-ზე დაჰილა და 0-ზე გახსნილი ყავდა უკვე? სამისამში შენი ლაპარაკე მაფიიდან და იმიდან თამაში ამბობ მაგასო და 7 ნომერი რა გახდა? 0-ზე 7-იანი არანაირად არ კვდებოდა რა. მართალია. რა რეექცი და 7 ნომერი. ის გამეცეს საკაც 2 1 დრო 7 ნომერი. ორმაკი შავი ხარ, კაცო. 11-მა 5 წითელია, წითლად გადაამა. გაგივიდა ფოლის ლაპარაკი. 11 ნომერმა 5 ნომერი წითელი დატოვა, 5 ნომერი არის ორმაგი შავი მაგიდაზე, 5 ნომერი არავისთან არ გაიყოფა. ეხლა მხოლოდ გავა 8 ნომერი, იქნება 3 მაფია გასული, 8 ნომერი, 8 ასახელი 8 ნომერი, ხო დაასახელი. 6. კაი მიიღე 6, მიიღე 1 რა. მიიღე 9-ს, კაი ლაპარაკოს დაასახელეთ მე ერთმანეთი. ეხლა მხოლოდ გადის 8 ნომერი, შემდეგ რეგრიგობით, მე ესე ვფიქრობ, რეგრიგობით გავა 6, გავა 1. ან 1 ან 6. რავი, როგორ ილაპარაკებს? შეიძლება 9-ც. როგორ ილაპარაკებს მაგის მიხედვით. 3 მაფია იქნება გასული. სერიოზულად სავარაუდოდ ეხლა ან ჩემში ისვრის, ან 5 ნომერში. სავარაუდოდ ჩემში ისვრის. სერიოზულად, სად ისვრის, აბა დეტექტივში ისვრის, ან ექიმში გაწ სად ისვრის, აბა სხვაგან. ეს მაგარია. ხოსავები, დავფილებით, იარწმუნდი, დავფილებით. გახილული ვარ. ორივე ექიმმა თქვა, რომ 7 ნომერი გაგივიდათ დრო, ფოლსაც და თქვენი წუთიც გავიდა, 8 ნომერს უსმენთ? ხალხო. როსტა 5 ნომერი ეხა დაუშვათ ექიმია და იძახის ესე ასხაიდან იძახის რომ ახლა დავყიდე 7-ო, რატო იდა? თან მაგარი არგუმენტი ხომ იყო 7 ახლა დავყიდე. მე 7 ნომერს რო გავეხსენ, 7 ნომერს უთხარი, რომ წინაზე დაფილებით. მაგიტო არის რა მაჩემში რომ იცოდა შეიძლება და თავი დამეგիր. რისკი იყო შენ, დაგებოდა და გამკვდე ხელებით მე. და რა შეიძლება იმას ახლა თქვენთვის ახლა მე რო გავიდე, ეგ არის სწორი? ამან ვერსია ხო დავხმარ, დეტექტივი რაღაცნაირად თალაში ის წითლად იმას ვერსია დავყვა, წითლად მოიაზრე თუმე მარტო 9 ნომერს რა. მაგიდან 9 ნომერი 1-ში ფიქრობთ რა ვიცი რა. გამყავ, გინდა ხუთან გამყავდებ ნატო. ბიჭო, წინაწრედე საერთოდ რომ ეს დეტექტივად მოვიაზრეთ 5 ნომერს ვიაზრეთ, გუნჩი მაგიტო არა უყალე მეთქი. ესე რო ანიშნა. და ბალანსი ვითამაშოთ და რაღაცა შეამზადა ამან ნიადაგი თავიდან დეტექტივად დაგდა მაგიტო დავყია. ან შავი იყო და თკილა ქილები გავკანტევდი ან დეტექტივი იყო. და მაგ ჩემგან და ბევრი დაინახავდა, მაგრამ მაფიას დაინახავდა. თუ რამე ესო და ნულოვადა. მაგრამ ნულოვადა. ხორი. ვასალ გირი დრო. ასახელი 5 ასახელი 7. რა ნომერი? ასახელი 5 ასახელი 7. 5 ნომერი. გისმენს რა? ეს ვანობის კანდიდატურა თქვენი პასუხი არასწორი. თქვენ უნდა გეპასუხოთ ეს ჩემთვის, მე იმიტომ გავეხსენ 7 ნომერს ექიმად, რომ გადამოწმება ჩემში არ დაეხარდა და გადაემოწმებინა 3 ნომერი. იმიტომ რომ გადამოწმებები მოდიოდა სავარაუდოდ 3-ში და 8-ში. ამიტომ ჩემი ხელი წავა ეხლა ნომერში, მადლობა. ას. დასახელების წეს დახურავს ნომერი 1, 8, 6, 5 არიან დასახელებული კანდიდატურები, 1 ნომერი გისმენთ. კაი, რაში მაინტერესებს ახლა 7 ჟესტიკულაციებს ხვდები, 7-8 მიიღეთ დასახელებები 7-8 11 ნომერს არ ყავს გადამოწმებული 5 ნომერი, 7 ნომერი იძახის 6-1 გავყოთო, 1 ნომერი მაგასთან ერთად თამაშობს მთელი თამაშია, 7 ნომერი იძახის არ მაინტერესებს, 7 ნომერი იძახის რომ ეხლა ღამით მოვკვდები მეო, 7 ნომერი არ კვდება, სერვლის მიერ კვდება 5 ნომერი, 7 ნომერი მარტო იმ შემთხვევაში კვდება თუ მაგიდაზე ერთი მაფია მაინც უნდა იჯდეს. არა, 7 ნომერს ვინ კლავს, თუ ვინმეს გადამოწმების არ ეჩინია. სერიული რატო კლავს 7 ნომერს, სერიული კლავს ექიმს. 7 ნომერი ლაპარაკობს 1-6 გავყოთო, ცხრის ფერზე არ ფიქრობს 7 ნომერი. რატო არ ფიქრობთ ცხრის ფერზე 7 ნომერი? რატომ არ ფიქრობთ ცხრის ფერზე? 7, ნახე, 8, 9, 1 ჩავდებთ 7 ნომერში, 5, 6, 7 ჩადებენ 8 ნომერში. თქვენი საუბრეთ რომ 11 მაფიად გავიდა, 4 მაფიად გავიდა, 8 მაფიად გადის, ხო? თქვენ ჩახურეთ თამაში. რატო არ გინათ რომ მაგეთ თამაშიდან? 4 კაცი ერთ სერვილს ვერ მიაგდებს ექიმი ხო ზის მაგიდაზე, კაცო. 4 კაცი ერთ სერვილს ვერ მიაგდებს. ეგ იმიტომ რომ მე მეგონა 5 გადამოწმებული ყავდა და მე მე 6 ყავს გადამოწმებულიო. 1 დრო. იწყება თავის მართლების წრე. 8, 6, 5, 7, 30, 30 წამი მოგეცემათ, 8 ნომრის 30 წამი.
არაფერი, 5 შეგვდა ახლა კოვა გოლმაფია, ცელიუს ჟენერაცია ბოიო. იგების ვიტაინთ ფას. პას. 6 ნომერი. ხო, პირველ ნომერს ის რეაქცია ქონდა ჩემს გაყოფაზე, რომ 5 და 8-ის გაყოფა თქვი, იმიტომ რომ ერთი მაფია უეჭველი გადიოდა რა, სერიული კარტი შემომტენა, მაგრამ ეხა დგება და თვითონ ყოფს მაგიდას. არაფერი, სერიული ხარ, შენ და 8 ნომერი მაფია მორჩა თამაში. რა თქმა უნდა, კი, 6 ნომერი არის წითელი, ძალიან წითელი. პას. უსმენთ ნომერ 5-ს. გიგა, ნახე, აქამდე ხო მოდიოდ, ეხა ერთ რამეზე გამეცი პასუხი. რატო ვერ გაიგე? რატო ვერ შეიგნე ორჯერ აგიხსენი? რომ მე ამაღამ ვერ მოკვდები, მოკვდება 7. ექიმი ვარ თქო და არ მყავს თავი და ჰილული, რანაირად მოკვდები? რა, 6-იან. ხო, მე რა, ვერ მოკვდები, ანუ 7 კვდება ყველანაირად. ან 7 ხელი გაიყვანე და სხვა შევშენ, მე ვერ მოკვდები თქო, მაგას გიხსენი და გაუგებარი რატო იყო შენთვის ეგ არ მესმის? ამიხსენი მე თუ შეიძლება, რატო იყო გაუგებარი შენთვის ეგ? 2 1 დრო 7 ნომერი. კარგი, ეხა აუცილებლად გადის 8 ნომერი მარტო. ამას ხმის გაყოფა ეხა არ გამოვა. 9 ნომერი ნახე. შენ კრიშავს 7 ნომერი. წითელი გონი ხარ, კრიშავს 5 ნომერი. შენთვის თუ სერიული ხარ, მოიგე ეს თამაში. ხახო, რა ხმა არ გავყოთ, რაზე ჯერ 4 კაცი ჩები. იმიტომ რომ ერთმა და 6-მა ისეთი რაღაცები ილაპარაკეს. რა არ იყო წითელი კარტიდან, რა ჩემი აზრით. შენ გონი ხარ წითელი ბოლო. იმიტომ 1 დრო. ვიწყებთ ხმის მიცემას, ხელები გავაჩეროთ, ჟესტიკულაცია შეწყდა. 8 6 5 7 ამ თანამდებობით მიცემთ ხმას. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 8-მ, 4 ხმა. ნომერმა 6-მა, ნომერმა 5-მა და ნომერ 7-ზე გადავიდა 2 ხმა. მემშვიდობებით 8 ნომერს, თქვენი 1 წუთი. რა, იმედია სერიოზს ეცვენა თავს დაიხსნებს პას. პას. ღამე მეგობრებო. იღვიძებს მაფია. აი ირჩევს მსხვერპლს. დონ ირჩება და მიდასტურებს. დონი ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. მიიღო პასუხი. იღვიძებს სერიული მკვლელი და ნახოთ რა სიზამს. მივიღე პასუხი. და ბოლოს ექიმი. და დღე მშვიდობებით ნომერ 7-ს. ვინ ერთი წუთი? ვინ გადამომოწმე ავთქვა? სამი მაფია გასული, გაცურას ქვია, ვინ გადამომოწმე ავთქვა. ვინ გადამომოწმე და ეხა გადამომოწმე 11 ნომერი. კარგი გვირდება და 11 ნომერი ისე სხვათა შორის უცებ ვიტყვი 0 მანძრაზე აი ესე ვიცახდი, ისე კარგად ილაპარაკ. არად. გადამოწმება 4, გადამოწმება 8, გადამოწმება 11, 3 შაური გავიყვანე, მე დავხურე მაგი და ეხლა დაასახელეთ მეგობრებო 5 ნომერს მიმართავ, ექიმს მიმართავ, დაასახელეთ პირველი, დაასახელეთ 6, ილაპარაკონ და 1-ში ან 6-ში გაიყვანეთ რომელიღაც. მე უფრო ვფიქრობ რომ 1, იმიტომ რომ უნდა გამოყოლო და აუცილებლად ის რაც ვილაპარაკეთ რა. 1 ნომერი მოხსნით მაგიდიდან, თუ არ მორჩა თამაში 1 ნომერის მოხსნის შემთხვევაში, შემდეგ გავუშვით ნომერი 6, 5 ნომერი ბოლომდე უნდა დარჩეს, უგადაიკონოთ თუ დარჩა, მაგრამ არ მგონი ამის მე დარჩეს. 1 და დრო. კაი თამაში. დასახელების წრეს გახსნის ნომერი 6 გისმენთ. ვასახელებ 1 ნომერს.
ერთი ნომერი მგონია სერიული მოთამაშე, 6-9 ამ მაგიდაზე არ გაიყოფა. თუ შეეცდებით გაყოფას, მიავიწევ ჩემ თავზე ხელს. და არ გაყოფ მაგიდას, იმიტომ რომ ერთი ნომერი მგონია სერიული მოთამაშე და არ მინდა რომ წავიღო პატიოსნება. 9 ნომერში უფრო დარწმუნებული ვარ ვიდრე 1 ნომერში. იმიტომ რომ წეღანაც ერთი არგუმენტი მაქვს ამჯერად. პირველი ნომერი გამოვიდა, როცა ვლაპარაკობდი მე 5 յուრის გაყოფაზე და მანიშნა რომ სერიული ხარო. რის გამო მანიშნა? იმიტომ რომ 5 და 8-ს 6 კაცში ვაყენებდი ორ მოთამაშეს. ერთი ნომერი გამოვიდა თავის დახურვაზე, წრის დახურვაზე და თვითონ ყოფდა ორ მოთამაშეს. ამიტომ არ გონია პირველი ნომერი პატიოსანი მოქალაქე, თუ გაყოფაზე მიდგება საქმე, გაიყოფა მხოლოდ 1-6. 9 ნომერთან ერთად არ იმას არ გავიყოფი, ჩავტეხავ ხელს, ავიწევ ჩემ თავში. პას. 9 ნომერი? მიდეთ 6 ნომერის კანდიდატურა. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე, მე მთელი თამაში ვითამაშე როგორც პატიოსანმა მოქალაქემ და მაგიტო გონი ვარ ხალხს და ნომერს და მოთამაშეებსაც პატიოსანი მოქალაქე. ხუთიანი რომ ექიმიანი წესით უნდა გჯეროდეს, იმიტომ რომ შენ იქამდე მიყვებოდი 7 ნომრის დეტექტივობას, სანამ ბალას მოითხოვდი. სანამ ბალას მოითხოვდი 7 ნომრის დეტექტივობაში ეწერებოდი. მე ასე მახსოვს. მაგრამ 7 յուრის დაბალანსება მოითხოვა, ხო ასე? მაგ დროს ეჭვი მიჩნდება. მე როგორც პატიოსანი მოქალაქე, ეჭვი მიჩნდება და კითხვა მიჩნდება, რატომ შეგავს? რატომ შეგავს ამაზე, რატომ იძახე რა და მოგიწოდებ ხალხს რა. არ ვიცი. მე ის ვიცი, რომ 1 და 6 გვაქვს ახლა მოსაფიქრებელი, მაგრამ არის მეორე ვარიანტი, რომ 5-იანი მაფია არის, 7-იანი მაფია იყო და მოგატყუეს. ეს არის როგორი ვარიანტი იცი, აი ძალიან შორს, რა, ეს მაგის გარიშვა ჩვენ არ გვინდა, მაგრამ 1 ნომერი გისმენთ? ვაყენებ 9 ნომრის კანდიდატურას, 1 ნომერს არასდროს არ ვთქვამს, რომ 5 ნომერი ექიმი არ გონია, იმის გამო რომ 1 ნომერი არის პატიოსანი მოქალაქე, მე მაგიტო მინდა ზუსტად რომ 7 რვაში გამეყო. 7 რვაში მე 7 აღარ მოკვდებოდა ღამით და უნდა მომკვდარიყო სხვა ვიღაცა. 7 ნომერმა ისაუბრა რომ ღამით მოკვდები მეო. მე მგონია რომ 7 ნომერს ღამით მკვლელობა ქონდა დაგეგმილი. და ვაი თუ 7 და 9 ერთად არიან მაფია და 11-მა 6 გადაამოწმა წითლად, იმიტომ რომ 6 სერიულია. აი მე სად მივდივარ მე როგორც პატიოსანი მოქალაქე. თქვენ უთხარით გადამოწმება არ თქვა თუ რატო კაცო? რა 11-ის ვერსია ჩახურეთ? მე მინდოდა ორივე ვერსიით მეტამაშა, როგორც პატიოსანს რო უეჭველი მომეგო. თქვენ ჩახურეთ ვერსია ეხლა? ხურავთ ვერსიას? მარტო 7-ის ვერსიას ხურავთ. მე მინდოდა ორივე ვერსია ჩამეხურა, მე მინდა რომ მომეგო თამაში. თქვენ არ ითამაშეთ ვერსია? რატომ არ ითამაშეთ ვერსია? რატომ არ ითამაშეთ ვერსია? როგორც მე არ ვითამაშე, ისე პატიოსანმა მოქალაქეებმაც არ ვითამაშე. ანუ ეხლა მეთანხმებით რომ 7 და ფოლის დრო და მესამე ფოლი იყო 9 ნომერი. გაყოფა სწორი იყო? ეხლა მეთანხმებით რომ 7 რის გაყოფა სწორი იყო? რატომ არ ითამაშეთ თქვენ ვერსია 6 ნომერო? და თქვენ დროს გავიდა 5 ნომერის შევახსენებ დასახელებებს 1-6-9 ისმენთ? ნახე მაფიას აღარ განიხილავ რა, უყურე როგორი რაღაცა, მე დასახელებული არ ვარ, მე თუ მაფიოზი ვარ მოვიგე. მორჩა. ვიღაცას გავუშვებ და მოვისწრი და მოვიგე. მაგრამ ეხლა უყურე როგორი რაღაცა. მოდი შევთანხმდეთ რა. რომ სერიულმა ორი სროლა გააკეთა მაფიას დავანი. ჩემი აზრით მაფიები გასულია. წინაზე გითხრა რომ ორი სროლა გამოყენებული აქვს და ეხლა ეძებთ კიდე სერიულს. ხო და ეხლა უყურე. ორი სროლა ხო გამოყენებული აქვს. დაგივიდა ფოლის დრო და გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. ჯერ გავიყვანოთ 1, მერე გავიყვანოთ მეორე. იქაც მეტ ინფორმაციას მივიღებ, ჯერ ერთი გავიდე ეს. არა, უგადაიკაზე მინდა შენთან ერთად თამაში. უგადაიკაზე მინდა შენთან ერთად თამაში. გავიდეს ერთი რა ჩემს რაზე. ხო, თუ მე მგონი შემახსენებ არ მიიღეთ 6 მიიღეთ 9 მიიღეთ 1. მაინც რა. თუ მე ფიქრობდი შავი ნადარჩენილი 9 გავიდე 2 1 გავიდა თქვენი დრო, იწყება თავის მართლების წრე 1-6-9 1 ნომრის 30 წამი. თქვენი დრო მიდის 1 ნომერი. 11-მა 6 გადამოწმა წითლად. ორივე ვერსიას თუ თამაშობთ, 9 გამოდის მაშინ შავი 7-თან ერთად. ნახე, გავიგე, ნახე, სერიულს ხო არ აქვს ქილი. ეხლა ქილი ხო არ გაკეთდება როგორც იძახით. მერე გაიყვანეთ 6. 9 მგონია არის 9 მგონია რომ 7-თან ერთად არის შავი. მერე გაიყვანე 1 ნომერი. კაი, პას. უსმენთ ნომერ 6. არა ვიცი, შენში ვარ ხა დარწმუნებული 100%-ით და 9 ნომერშიც ეჭვი არ მიყვარება ასე თუ ისე რა. პირველი ნომერი მგონია სერიული მოთამაშე, სერიული კარტი, სერიის კარტი აქვს ამოღებული, გითხარი, ჩემი ისინი არგუმენტები ვთქვი, პირველი ნომერი მგონია სერიული მოთამაშე, პირველი გავიდეს
და რა ვიცი, ქილი არნაირად არ იქნება ჩემი აზრით ეხლა და არ დამთავრდება თამაში და თუ რომე ან გაგყავი ვაფშე. 3 გაგყავი თუ გინდა რა. და დრო. 9 ნომერი გისმენთ? პირველ ნომერი. მე რო ეხა პატიოსანი ყოფილიყავი როგორც პირველი ნომერი და მან დარიყავ. არავითარ შემთხვევაში არ ვიტყოდი პირველი გავიდეს, ვაკ დავანგრევი აქ. თქვენ პატიოსანი მოქალაქეები ხართ, უნდა მოუწოდოთ ყველას, რომ მე როგორც პატიოსანი მოქალაქე არ დავტოვებ ამ მაგიდას ან რამე ეგეთი. თქვენ დაგვინე. ამიტომ გახვალთ. პას. წყება ხმის მიცემა 1-6-9 ამ თანამდებობით. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 1-მა? 3 ხმა. სანამ გამოვაცხადებ, შემოგვიერთდით ჯუმანჯი მაფიაზე, მეგობრობის 9 ნომერში, პოსტის მეორე სართულზე. სასტუმრო სურამის ტყე იყო ჩვენი მასპინძელი, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მათ. მემშვიდობებით 1 ნომერს. და გილოცავთ პატიოსან მოქალაქე! კარგი ამბები ხდება ჩვენთან. და იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად საქართველოს გარშემო, ეს იყო ჯუმანჯი მაფია.